პაპუაშვილის და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების განცხადება ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების ამოცანა და რუსეთის დავალება არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება და სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ გააგრძელოს პოლიტიკა, რომელიც გარდაუვალს გახდის ევროკავშირის მხრიდან ჩვენს ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ, რომ სოფლიოში არსებული ქვეყნებიდან მხოლოდ 40%-ზე ნაკლებს აქვს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან და ეს არის პრივილეგია, რომელიც ეფუძნება ძალიან კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებას შესაბამისი ქვეყნიდან. როგორც ჩანს, ქართული ოცნება არც მომავალში არ აპირებს ევროკავშირის არც ერთი მოთხოვნის შესრულებას, რითაც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალ წელს დადგეს დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ეს შეუქმნის უზარმაზარ პრობლემებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მკაცრდება ასევე ვიზის გაცემის პროცედურა ევროპული ქვეყნების მხრიდან, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და ქართველი ხალხის ინტერესები არ აინტერესებს, ცხადია მოქმედებს რუსული დავალების შესაბამისად და ცდილობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაკარგოს ჩვენმა მოქალაქეებმა ეს პრივილეგია, რასაც ქვია ევროპაში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობა.